1000 წლეულებია ვასრულებთ გენდერულ მოლოდინებს, რომლებიც ქალებსა და კაცებს მიემართებათ. არსებობს 1000 წლეულები არსებობს გამოცდილებებიც, რომლებიც აი ამ ქალებისა და კაცების გაგების მიღმა დგას და იკვლევს ინდივიდუალურ გამოცდილებებს ამ ორის ერთიანობით ან ამის მიღმაც და ამის საფუძველზე ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ აი 1000 წლეულებია გენდერულ როლებს ვასრულებთ ოჯახში, სოციალურ სივრცეებში, პოლიტიკურ სივრცეში თუ სხვა და სხვა, დღეს მაინც კამათის საგნად იქცა ის საერთოდ ტერმინი გენდერი უნდა არსებობდეს თუ არა. საქმე იმაშია, რომ გენდერის შესახებ სწავლება მე-20 საუკუნიდან იწყება და ტერმინი გენდერიც აქტიურად ფეხს აქედან იკიდებს. აი დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ერთ კონკრეტულ პრაქტიკაში არსებობდა, თუმცა უფრო გვიან დაიწყო სწავლება ამ მდგომარეობის გაანალიზებისთვის. ამიტომ გენდერის შესახებ სწავლება სიახლეა, ამ სიახლემ განაპირობა ის, რომ პოლიტიკური ძალებისთვის კარგი და ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა, რათა პროპაგანდა ეწარმოებინათ და მათ შორის ეთქვათ, რომ რაღაცა გენდერული იდეოლოგია ცდილობს, რომ ქალობის და კაცობის მნიშვნელობა წაშალოს, რაც ასე სულაც არ არის. მთავარი ის არის, რომ ადამიანმა დაინახოს საკუთარი მდგომარეობა აი ამ გენდერული მოლოდინების ველში, როდესაც საზოგადოება მას უწესებს კონკრეტულ საზღვრებს იმის მიხედვით, ქალია თუ კაცია. ამ საზღვრების დანახვის, საკუთარი მდგომარეობის ამ საზღვრებთან მიმართების გაანალიზების ამბავი არის მნიშვნელოვანი და თანამედროვე სამყაროშიც აქტუალური საკითხი. თუმცა ახლა ამ ტერმინის გაქრობას რომ ცდილობენ უკვე ვთქვით, ქართულმა ოცნებამ საერთოდ კანონმდებლობიდან წაშალა ტერმინი გენდერი. რა არის საერთოდ გენდერი, რა არის სქესი, როგორია საკუთარი თავის და საკუთარი გამოცდილების ბინარული და არაბინარული გააზრება, რა საფრთხის თუ ზიანის მომტანი შეიძლება იყოს კანონმდებლობიდან ტერმინი გენდერის საერთოდ წაშლა და სახელმწიფოს დონეზე იმის თქმა, რომ ეს რაღაცა გენდერული მოლოდინები, წარმოდგენები და გენდერული განსაზღვრული რეალობა არ არსებობს, ამის უარყოფა რა შედეგს მოიტანს. ამაზე ვსაუბრობთ უკანონო პოდკასტის მორიგ ეპიზოდში მოწვეულ სტუმართან, გენდერის მკვლევარ ანა ილურიძესთან ერთად. მე გიორგი ბასხაჯაური ვარ, ეს უკანონო პოდკასტია და ახალი ეპიზოდების ნახვა ყოველ სამშაბათს საღამოს 7 საათზე მედია აპრილის YouTube-სა და Spotify-ზე შეგიძლიათ. მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის და გამომდინარე იქიდან, რომ მოკლედ ჩვენს შემთხვევაში და საქართველოს შემთხვევაში ქართული ოცნება აქტიურად ამუშავებს პროპაგანდას, რომ არსებობს სქესი და გენდერი არაფერ შუაშია და გენდერი კანონებიდანაც კი საერთოდ გაქრა. მგონი პირველ რიგში იმით უნდა დავიწყოთ, იმის განმარტებით უნდა დავიწყოთ, სქესი რა არის, გენდერი რა არის და ამ ორს შორის რა პრინციპული სხვაობა არსებობს, ან რა საჭირო გახდა ტერმინ გენდერის შემოტანა, იმიტომ რომ ბევრად ახალია ვიდრე ტერმინი სქესი და რა საჭირო გახდა გენდერის შემოტანა დისკურსში. მოკლედ რა არის საერთოდ მოკლედ ამორის საზღვრები და როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან სქესი და გენდერი. მადლობა ამ თემაზე საუბრისთვის. ხო, ძალიან დიდი ისტორიული რაღაც ექსკურსი რო არ გამომივიდეს და ძალიან მოკლედ რო ვთქვა, სქესი არის ბიოლოგიური მახასიათებლების ერთიანობა, რომელიც ადამიანების რაღაც გარკვეულ ჯგუფებს მიემართება. გენდერი არის სოციალური მახასიათებლების ერთიანობა, რომლებიც განსაზღვრულია ამა თუ იმ სქესისათვის და სოციალურად არის რაღაცნაირად მიწებებული გარკვეულ როლებს წარმოდგენებს, შესაძლებლობებს და ასე შემდეგ. ყველანაირ მახასიათებლებს, რომელიც შეიძლება სოციალურად იყოს განპირობებული. არსებობს ესეთი წარმოდგენა, რომ სქესი, რადგან ბიოლოგიურად დეტერმინირებულია, მხოლოდ ორია, თუმცა მედიცინა ძალიან დიდი ხანია დაამტკიცა, რომ
ადამიანები თავიანთი რეპროდუქციული სისტემით, თავიანთი ბიოლოგიური შემადგენლობით, ჰორმონალური ბალანსით და ასე შემდეგ არ არიან რაღაც ასეთი ერთიან ყალიბში ჩამოსხმული არსებები და ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხი შემოდის იმის განსასაზღვრად, თუ რომელ სქესს მივეკუთვნებით და ბიოლოგიურად რა ხდება ადამიანის ორგანიზმში. კიდევ რომ დავიწყოთ რომ არსებობენ ინტერსექსი ადამიანები, რომლებსაც ორივე სქესისგან მასკულინური რეპროდუქციული თვისებებიც აქვთ და ფემინურიც. ამის მიღმაც ნებისმიერ ადამიანს, როგორც იდენტიფიცირდება ის, შეიძლება ქონდეს სხვადასხვა ტიპის ბიოლოგიური მახასიათებლები. ასე რომ სპექტრივით არის, რომელზეც შეიძლება იყოს. ხო, სქესიც ჩემი აზრით, ანუ ეს ახლა უბრალოდ რაღაც ჩემ აზრებს ვამბობ და იმის გათვალისწინებით რაც ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა ძალიან ესეთი ბინარული მეცნიერებაა და ცდილობს რაღაცების ჩარჩოში მოქცევას, მაინც არ გამოსდით, იმიტომ რომ არსებობენ რაღაცა ქალები მაღალი ტესტოსტერონის დოზით მაგალითად, ხო? ან რაღაცა ქალები, რომლებსაც არ აქვს რეპროდუქციული სისტემა განვითარებული ან გამართული და ასე შემდეგ. და შესაბამისად კაცებით არსებობენ რაღაც მაღალი ესტროგენით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ყველა ადამიანში არსებობს, უბრალოდ სხვადასხვა ტიპის ბალანსებით მოდის და ნორმატივი რაღაც ეს ამას უნდა შეესაბამებოდეს და ეს იმას უნდა შეესაბამებოდეს, არის რაღაცა მე-20 საუკუნის, მე-19 საუკუნის ბოლოდან მედიცინის აი ამ რაღაცა კონკრეტული მიმდინარეობების და ბიოლოგების ჩარჩო. რომელსაც შემდეგ დაუპირისპირდა ფემინიზმი, გენდერის თეორია. მაშინ შესაძლოა ითქვა, რომ ადამიანები არ ვიბადებით კონკრეტული გენდერის წარმომადგენლებად, ჩვენ მუდმივ პერფორმანსს ვაკეთებთ იმის მიხედვით, თუ რა მოთხოვნა არის საზოგადოებაში. და რა მოთხოვნა არის საზოგადოებაში, ან როგორი უნდა იყოს კონკრეტული გენდერული იდენტობის წარმომადგენელი, ეს საზოგადოებებს შორის განსხვავდება და თუ არ ავიღებთ რაღაცა ძალიან ევროცენტრისტულ დასავლურ მიდგომას, არსებობს საზოგადოებები, სადაც 3, 4 და 5 გენდერი არის ჩვეულებრივად მიღებული, ახლა როგორც ჩვენთან ქალი და კაცი არსებობს, იქ არსებობს რაღაც ქალი, კაცი და სხვა სქესობრივი გენდერული კატეგორიები, რომლებიც მიემართებათ ადამიანებს და ისინი ცხოვრობენ ამ ტიპის სოციალურ კონტექსტებში. მეტიც მაგნაწილში ერთი ალბათ იმის დამატება შეიძლება, რომ დასავლურმა რაღაცა ბინარულმა გაგებამ გამოცდილებების, ზოგადად ადამიანური გამოცდილებების, რაღაცა ქსოვილი რაც არსებობდა, ან მრავალფეროვნების რაღაცა გაგება რაც არსებობდა, შეიძლება დააზიანა კიდეც იმ კულტურებში, რომელიც მერე დასავლურმა კოლონიალიზმმა რაღაცნაირად გადაწერა, ან რაღაცა ყალიბში ჩაასხა, დასავლურ წარმოდგენაში ჩაასხა რა. მოკლედ ალბათ იმის თქმაც მნიშვნელოვანია, რომ აი ეს რაღაცა პერფორმანსი, რაც გენდერს უკავშირდება და ეს რაღაც სოციალური ამბავი არსებობდა ყოველთვის და სულ ფაქტობრივად, სულ ამ მოცემულობაში მაინც ვიყავით, რაღაც გენდერული მოლოდინებს ყოველთვის ვამართლებდით. ამიტომ არ შეიძლება ესე ვთქვათ, რომ მე-20 საუკუნის ამბავია რა, იმიტომ რომ ეს პროპაგანდა ეგრეთ ცდილობს, რომ რაღაცა მე-20 საუკუნეს დაუკავშიროს ეს რაღაცა გენდერული იდეოლოგია, მაგრამ როგორც აი გრავიტაციის ძალა არსებობა იქ და იქამდე სადაც აღმოაჩენდნენ, რაღაცა გენდერულ მოლოდინებს იქამდეც ვამართლებდით რა. და ხო, მოკლედ ეს ისა ალბათ სწავლების სიახლემ გამოიწვია ის, რომ ამ ხელა ბრძოლა გამოუცხადეს ამ რაღაცა გენდერის შესახებ თეორიას რა. სხვა რა მიზეზები შეიძლება არსებობდეს იმის, რომ ესეთი მტკივნეული აღმოჩნდა კონკრეტულად გენდერის ამბავი, ან თუნდაც როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ პროცესებზე და პოლიტიკური იარაღად გამოყენებაზე, რატო არის ესეთი მადი საღმძვრელი საშუალება თუ ხერხი, რომ ამის გავლით მოკლედ აწარმოონ პროპაგანდა რა. რატო გენდერი? ხო, ანუ ერთი შეხედვით ან მარტივია იმის გაგება, რომ ბიოძალაუფლება ეყრდნობა კონკრეტულ ჩარჩოებს და ადამიანების კატეგორიზებას ამ ჩარჩოებში და გენდერული იდენტობა, ვინაიდან არის სპექტრი და ჩვენ ვამბობთ, რომ გენდერი არის ფლუიდური, პერფორმატიული,
ადამიანები სხვადასხვანაირად აკეთებენ გენდერს, სხვა და გენდერული იდენტობა კიდე მეორე რაც არის მიუღწეველი პერფორმანსი, ანუ მუდმივად ვიმეორებთ ჩვენ ამ პერფორმანსს, რომ გავხდეთ რაღაცა ტიპის ანუ ეტალონს მივაღწიოთ, თუმცა ეს მიუღწეველია და მუდმივად ხდება ამის პერფორმანსი ზუსტად იმიტომ რომ მიუღწეველია, იმიტომ რომ მუდმივი გამეორებით ვცდილობთ რაღაცის სრულყოფას. ეს ერთი. მეორე ის რომ ბიოძალაუფლება სახელმწიფოს ხელში ამ ტიპის ინსტრუმენტებს იღებს და ცდილობს რომ დაავიწროს ეს კატეგორიები, რომელიც მართვაც უწევს, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ეს კატეგორიები იქნება მოუწურავი, პერფორმანსი იქნება კრეატიული, ექსცენტრიული, თავისუფალი, ძალიან გაჭირდება ამ თავისუფალი ადამიანების რესურსების, ენერგიების და ასე შემდეგ მართვა, კონტროლი და რაც უფრო ტოტალიტარულ დისკურსს იღებს სახელმწიფო, მით უფრო მეტად ცდილობს გააკონტროლოს. ეს იგივე იყო კოლონიზაციის შემთხვევაში, როდესაც კოლონია კოლონიის გაკონტროლებას ცდილობდნენ, ჩადიოდნენ, თქვათ არ ვიცი, დასავლელი კოლონიზატორები, ხედავდნენ რომ იქ არსებობს რაღაც წესრიგი, რაღაც მიმოცვლა, სოციალური სტრუქტურები, რომელიც მათთვის ან უცხო იყო, ან უცნობი იყო, არ იცოდნენ როგორ მოქცეული იყვნენ და თავს ახვევდნენ იმ კატეგორიებს, რომელიც მათთვის იყო ნაცნობი, იმ სოციალურ როლებს, რომელიც მათთვის იყო შესაბამისი და რომლის მართვაც უკეთ გამოსდიოდა, ან რომლის მართვაც მათ სტრუქტურაში ჯდებოდა. ამან ხო გამოიწვია ის რაც ახსენე, რომ კოლონიზაციის პროცესში ძალიან ბევრი თვითმყოფადი სოციალური სტრუქტურა მოიშალა, გადავიდა ამ რაღაც ბინარულ წყობაზე და ძალიან ბევრი პერფორმანსი, ძალიან ბევრი იდენტობა იქნა მიჩნეული არანორმატიულად. ისევე როგორც ხდება დღეს, როდესაც ტოტალიტარულ სტრუქტურებში სახელმწიფო ირჩევს გააკონტროლოს ადამიანები რაღაცა კატეგორიებამდე დაყვანით და როდესაც სქესზე და გენდერზე ვლაპარაკობთ, აუცილებელი აქ ვახსენოთ სექსუალობაც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი მესამე ჭრა არის ამ რაღაც ორ კატეგორიაში და სექსუალობაც ადამიანების რაღაც დრაივია, რომელიც ამოძრავებს თუნდაც ამ პერფორმანსს, ადამიანების სოციალურ სტრუქტურებს ადგენს და რაღაცა ტიპის იდენტობებისკენ გვიბიძგებს და ამ სპექტრში რაღაც გვანაცვლებს, თუმცა სპექტრის ლოგიკა არის ბინარული, ანუ აქეთ და იქით სპექტრის უკიდურეს წერტილებში ჩვენ ვხედავთ იმას, რომ რაღაც არსებობს ერთი უკიდურეს წერტილი და მეორე უკიდურეს წერტილი, ხო? რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ვართ ადამიანები და ეს სამყარო არის შეზღუდული, როგორც რა ვიცი, ანუ რაღაცა ტიპის ლოგიკებს ექვემდებარება, ისე ექვემდებარება აი ამ შეზღუდულობას ისიც, რომ სპექტრის აქით და იქით გვაქვს უკიდურესი მასკულინობა, ასე რომ ავიღოთ და უკიდურესი ფემინურობა და ყველაფერი რაც შუაში არის აღქმულია როგორც არანორმატიული და გვეუბნებიან რომ შენ უნდა მუდმივად ეცადო რომ დააპერფორმო უკიდურესი ფემინურობა თუ დაიბადე ქალის სქესობრივი მასის უნდა ილტვადე რომ აი ამ კიდეზე ანუ ან ულტიმატ ფემინურობამდე მიხვიდე ან ულტიმატ მასკულინურობამდე ხო ეგ არის მთელი ლოგიკა ამ ბინარული იმის მოცემულობის კი და თუ არ ცდილობ ან საკმარისად არ ცდილობ ან თუ არ გიწყობს სხვადასხვა მახასიათებლები ხელს რომ ეცადო ან თუ არ შეგიძლია რომ ეცადო, ან თუ არ გინდა რომ ეცადო, ნებისმიერ შემთხვევაში არ ხარ არც ქალი, არც კაცი და მაშინ საერთოდ ხდება ამ რაღაცა დეჰუმანიზაცია შენი და შენ აღარ მოგემართება ის სიკეთეები, რომელსაც გთავაზობს სახელმწიფო. და შენ მოგემართება რაღაცა სადამსჯელო მექანიზმები ან გამომასწორებელი მექანიზმები და ჩვენ რო არ ჩავიკეტოთ ახლა მხოლოდ ვიწრო ჩარჩოში და არ ვილაპარაკოთ მხოლოდ აი ამ რაღაცა გენდერული იდენტობებზე, იმიტომ რომ გენდერული იდენტობები აქვთ ადამიანებს, რომლებიც არიან მაგალითად შშმ ადამიანები, ხო? შშმ ადამიანები თავიანთი არსით ასევე კიდევ ერთი დამატებითი რაღაცა ინტერსექციული ჭრა არის აი ამ სპექტრში, როდესაც ადამიანებს
რაღაცა დამატებითი საჭიროება უჩნდებათ, დამატებითი ასპექტი უჩნდებათ პერფორმატიულობის გზაზე. არსებობენ სხვადასხვა ტიპის არსებობს ესეთი სხვადასხვა ტიპის ჭრები და ჩვენ არასდროს არ ვართ რაღაცა ამ ერთი, ანუ ეს გენდერული იდენტობა რო წარმოვიდგინოთ როგორც რაღაცა ხაზი, ამ ხაზს ძალიან ბევრი თანამკვეთი ხაზი აქვს და ჩვენ ყოველთვის რაღაცა ამ თანამკვეთი ხაზების ერთობაზე სადღაც აღმოჩნდებით ხოლმე, ხო? შესაბამისად ძალიან რთულია და შეუძლებელია იმის მიღწევა, რასაც სახელმწიფო ითხოვს ნებისმიერ შემთხვევაში. თუ თავს არ მოვაჩვენებთ, ან არ ვიქნებით ამ მუდმივ თვითმოტყუებაში და სხვების მოტყუებაში, რომ ეს ინსტიტუტები, რასაც სახელმწიფო აწესებს აი ამ გზაზე, არის ჩვენთვის ერთადერთი გზა, რომ ვიცხოვროთ და ვიყოთ სოციალურად, ასე ვთქვათ, შემდგარი ან გამართული ადამიანები. და ეს სოციალურად გამართული არსებობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფოს სჭირდება კონტროლისთვის და მართვისთვის და რაღაც არსებობს ძალიან ბევრი თეორია ამას როგორ აკეთებს სახელმწიფო, რაღაც დაწყებული ფუკოდან დამთავრებული გვიანდელ ქვიარ თეორეტიკოსებამდე, თუმცა ჩემთვის ყველაზე ახლოს მდგომი რაც არის და მე რაც მგონია რომ ხდება ძალიან ხშირად არის რაღაცა ერთი რაღაც ბედნიერების დაპირებით, ანუ იმის დაპირებით, რომ შენ მხოლოდ ნორმატიული პერფორმანსით მიაღწევ ბედნიერებას და სხვა ბედნიერება არ არსებობს და არსებობს რაღაცა მწვერვალები ამ ბედნიერების, ერთი როდესაც რაღაცა არ ვიცი. ოჯახი, შვილი, კარიერა და ასე შემდეგ, ხო, რაღაც უზრუნველი სიბერე და რაღაცა სიჯანსაღე, ჯანმრთელობა, რომელიც არასწორად არის მიბმული და საერთოდ დაცლილია მაგალითად ფსიქიკური ჯანმრთელობისგან და ასე შემდეგ და გეუბნებიან რომ თუ ეს არ იქნება, მაშინ იქნება ომი, რაც არის კიდევ სხვა ასპექტი აი ამ კონტროლის. ხო, რაღაც ისა ქაოსის და წესრიგის შეპირისპირებასავით ისევ ბინარული მოცემულობა მაგასთანაც მივალთ, მაგრამ იქამდე მინდოდა მეთქვა რომ აი შეშემოპირები ახსენე და მათ შორის სხვადასხვა იმ სივრცეშიც კი, სადაც აღიარებენ რომ გენდერული პერფორმანსი არსებობს ბევრნაირი, ზოგჯერ არსებობს წარმოდგენა რომ შეშემოპირებს თითქოს შეშემოპირები თითქოს აი ამ რაღაცა ამ ჩარჩოში თუ ამ გზას არ გადიან თითქოს ის რომ როგორც შეშემოპირს ერთგვარი მოწყვლადობა აქვს და კონკრეტულ სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნება, არ შეიძლება ამ თანაკვეთაზე არსებობდეს, სადაც გენდერული თვალსაზრისითაც მოგზაურობას გადის, სხეულებრივი თვალსაზრისითაც კიდევ ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობით, მაგრამ ხშირად ხოლმე არის თვითონ ის სივრცეებიც კი, რომლებისგანაც მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ იქნება მაქსიმალურად ინკლუზიური, ხშირად გამორიცხავენ ხოლმე შეშემოპირების დამატებით საჭიროებებს და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დავინახოთ შეშემოპირები როგორც მათ შორის sexual beings, მათ შორის სექსუალური მოთხოვნილებებით და გენდერული გამოხატვის საჭიროებით კიდე რა. ან გენდერული პერფორმანსის საჭიროებით. აი რაკი საუბრობდით იმაზე, რომ რაღაცნაირად ამ ბინარულ მოცემულობაში ბევრად მარტივია, რომ რაღაცა მართვის სადავეები ხელში აიღო. რაღაცნაირად ეს ბინარული და არაბინარული გააზრება მდგომარეობების ერთია, რომ შეიძლება ეს იდენტობის გააზრება იყოს ბინარული და არაბინარული ჩარჩოში, მაგრამ უფრო ფართოდაც ალბათ მთლიანად სამყაროს გადააზრებას ნიშნავს ბინარული თვალსაზრისით და არაბინარული თვალსაზრისით, იმიტომ რომ რაღაცა მუდმივად ორპოლუსიანობის მდგომარეობაში როცა გამყოფებენ, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ დაინახო ერთი ის შენი მდგომარეობა სად ვარ, რა მოცემულობაში ვარ, ამ რაღაცა გენდერულ სპექტრზე სად ვხედავს და წარმომიდგენია საკუთარი თავი, მაგრამ მეორე საერთოდ სამყარო როგორ წარმომიდგენია რა, სიკეთის და ბოროტების სივრცედ და მემარჯვენე მემარცხენეების სივრცედ და არ ვიცი, კიდევ ბევრ სხვა ორობით სივრცედ წარმომიდგენია თუ ესეც რაღაცნაირად დიდ და ფართო სივრცედ წარმომიდგენია, სადაც შემიძლია ვიკვლიო და როგორც მინდა და რაც მინდა და მათ შორის ისიც დავინახო, რომ სიკეთეც არც ეგეთი ცხადია, არც ბოროტება ეგეთი ცხადი და არც ადამიანის გამოცდილება ეგეთი ცხადი. მოკლედ რა არის რას ნიშნავს მოკლედ საკუთარი თავის ბინარული გააზრება რა არის და აი ეს არაბინარული მოცემულობა როგორია, ან აი ამ არაბინარულ მოცემულობას თუ აქვს რაღაცა ლოგიკა თუ საზღვარი, რომელშიც უნდა ჩაჯდეს შენი როგორც ინდივიდის თვითგამორკვევა რა. ხო, ცოტა რთული კითხვა. და ძალიან ისეთი საკითხია. ან რაღაც ვცდილობ, ანუ
ცდილობს რომ კითხვა დაუსვას ყველა იმ ნაკლოვანებას, რაც ადამიანად ყოფნას გააჩნია, ხო? რაღაცა სამართლის და უსამართლობის ჭრილში ვერ განვიხილავთ ამ საკითხს და სწორის და არასწორის ჭრილშიც ვერ განვიხილავთ. ხანდახან მგონია ხოლმე რომ რაღაცებზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს რაღაცები ისედაც ცხადია და ისედაც ყველა მიცის, მაგრამ მე ვწმუნდები რომ ესე არ არის. და რაღაცები უნდა გავიმეოროთ და ამ შემთხვევაში უნდა გავიმეოროთ ის რომ ადამიანი თავის განვითარების გზაზე გადის ზუსტად აი განათლება და განვითარება, იქნება პიროვნული განვითარება, სულიერი განვითარება, ზუსტად იმას გულისხმობს, რომ სამყარო რაღაცნაირად მთელი ამ თავისი სპექტრით, სისავსით შეიცნო და გაიგო. და ამ ცოდნის და გაგების პროცესში იგებ რომ არსებობს ძალიან ბევრი კატეგორია, ისინი თან არსებობენ, ანუ სიკეთე და ბოროტება თან არსებობს, რაღაცა ქალის და კაცის მახასიათებლები თან არსებობს სხვადასხვა ადამიანში, ისევე როგორც რაღაც სხვადასხვა ტიპის მოცემულობები, რომელიც ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივია, თან არსებობს და ხარ ამ ამბივალენტურ მოცემულობაში, სადაც ვერ განსაზღვრავ რომელი არის მართალი ან რომელი არის უფრო უკეთესი ან რომელი არის მეტად მისაღები. მეორეც განამარტო ამას ვერ განსაზღვრავ მუდმივად, იმიტომ რომ რაღაც ადამიანი ხარ და ნაკლული ხარ, ანუ რაღაცა ღვთიურობისკენ სწრაფო არის ის, რომ რაღაცა მუდმივ სიკეთეში და მუდმივ განსაზღვრულობაში იყო, ხო? მეორეს მხრივ ერთ იმას ვერ განსაზღვრავ, საით დადგე მუდამ, ხო? იმიტომ რომ ხან რაღაცა ეს გჭირდება შენ და შენს განვითარებას და ხან ის გჭირდება და მუდმივად ხარ ამ საკუთარ თავთანაც ძალიან დიდ ჭიდილში. ასე რომ არ ვიცი ახლა რამდენად უპასუხე ამ კითხვას, მაგრამ ერთადერთი რაც არის ის, რომ რაც უფრო მეტად განვითარდება ადამიანი, რაც უფრო მეტად ისწავლის და რაც უფრო მეტ ცოდნას მიიღებს, მით უფრო მეტად გაიაზრებს, რომ რაღაცა სამყარო გვაქვს უთვალავი ფერითა და ეს არის ამოსავალი წერტილი და ამას უნდა ვასწავლიდეთ ჩვენც ბავშვებს. რაღაც როგორც რაღაც ვეფხის ტყავსანი რომ უნდა იყოს სასკოლო პროგრამაში, ამაზე არავინ არ დავობს, არც იმაზე არ უნდა იდავონ, როგორ რომ ამ ვეფხის ტყავსანში პირდაპირ წერია რომ დავიბადეთ სამყაროში, რომელიც გვაქვს უთვალავი ფერით, სხვადასხვა პრიზმიდან აღქმული, სამყარო, სადაც რაღაც ესეთი კეთილი და ბოროტი არ არსებობს და მუდმივად ხდება ამ სპექტრის უკიდურეს ძალებს შორის რაღაცა დაძაბული თანაარსებობა და აქედან წარმოიშვება რაღაც ნარატივები, რომლებიც არც ერთი შეხედვით კარგია და არც ერთი შეხედვით ცუდია, მაგრამ ყველა შემთხვევაში საინტერესოა. აი, არ ვიცი, ერთადერთი ან ბინარულობა, არაბინარულობაზე ერთი ალბათ რაც შემიძლია ვთქვა არის პერსონალური ძიებების ამბავი, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები ხო ესე არ ვყალიბდებით, რომ რაღაცა მაგალითად სოციალურად კაცური სივრცის ნაწილი ვართ, ქალური სივრცის ნაწილი ვართ. ზოგჯერ ამ მიმართებებით ვყალიბდებით, რომ მაგალითად კაცურ სივრცეში ბოლომდე კომფორტს ვერ პოულობდით, ქალურ სივრცეში კომფორტს ვერ პოულობდით, ქალურ გამოცდილებაში ან კაცურ გამოცდილებაში, რაც მიჩნეულია სოციალურად კაცურ და ქალურ გამოცდილებად და მე რაღაცნაირად საკუთარი თავის ძიებას იწყებ იქაც და იმის იქითაც და ხო აი რაღაცნაირად საკუთარი თავის გააზრების სიღრმეზეა რა და შენ მაგრამ არის ისე კიდე რომ რაღაცნაირად ამ გენდერული პერფორმანსის უარყოფა განზრახ ან იმის დანახვა რომ რაღაცნაირად ხო აი ჩემთვის ეს საინტერესო არ არის რა და შენ მაგალითად ადამიანისთვის თუ აი ამ მდგომარეობის კვლევა საინტერესო არ არის, ეგეც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია ალბათ რა. ადამიანმა უნდა იარსებოს ისე როგორც კომფორტულად გრძნობს თავს. მაგრამ პრინციპში ლოგიკაც ეგ არის, რომ შეურიგებლობა უნდა იყოს აუცილებლად პატრიარქალურ სისტემასა და აი ამ არაბინარულ თუ ზოგადად ფართო გააზრებას, გენდერის ფართო გააზრებას შორის კონფლიქტი აუცილებლად უნდა არსებობდეს, ლოგიკა ხო ეგ არის. შეუძლებელია, რომ პატრიარქალური წესრიგი და აი ეს რაღაცა უფრო ფართო გააზრება საკუთარი გამოცდილების ერთმანეთთან შერიგების მდგომარეობაში იყვნენ რა. ეს ორი ხო ერთმანეთთან შეპირისპირებაშიც ანუ არის ვითარდება მოკლედ რა.
ხო, აი მეორეს მხრივ გენდერის თეორიას ყველაზე დიდი და საფუძვლიანი კრიტიკა რაც აქვს და რაც ჩემი აზრით ღირს რო დავფიქრდეთ ამაზე არის ის რომ აი ოსტატის სახლს ოსტატის ხელსაწყოებით ვერ დაანგრევ არის ესეთი ოდრი ლორდის სტატია. ჩვენ ვცდილობთ რომ ეს რაღაც ბინარული ლოგიკა დავანგრიოთ მათ მიერვე მოწოდებული ხელსაწყოებით. და ამ ჭრილში თუ გავიაზრებთ იმ ცვლილებებს, რომელიც დღეს საქართველოში მოხდა და უკვე სახეზე გვაქვს, შეგვიძლია ერთის მხრივ ვიფიქროთ, რომ უბრალოდ ეს ხელსაწყოები უკან წაიღეს, რომელიც მათივე მოცემული იყო და მეორეს მხრივ ვიფიქროთ, რომ ამ ხელსაწყოებით მაინც ვერაფერს გავხდებოდით, ხო? მაინც რაღაცა სხვა ჩარჩოს ძიება მოგვიწევდა ადამიანებს, რომლებიც რეზისტენციაში იმყოფებიან, რომლებიც შეიძლება არ და სწორად თქვით რომ ანუ არ არის აუცილებელი ყველა იყოს რეზისტენციაში. არ არის აუცილებელი ყველა იყოს მუდმივ პროტესტში. ამათ ადამიანები ირჩევენ და საკუთარი გამოცდილებებით და შესაძლებლობებით და ასე შემდეგ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებენ სხვადასხვა დროს. ნებისმიერ შემთხვევაში არ ვიცი პატარ-პატარა პროტესტები ყველას აქვს თავისი ცხოვრების მანძილზე და არც ერთი პატარა პროტესტი არ არის უფრო უმნიშვნელო ვიდრე ნებისმიერი სხვა. ამ ლოგიკით რო შევხედოთ რომ რაში გვჭირდებოდა ჩვენ საკანონმდებლო ჩარჩო რომელიც ითვალისწინებდა გენდერულ იდენტობას, იცავდა მას და სხვადასხვა საკითხებში ითვალისწინებდა ერთი ჩემთვის რაც ყველაზე უფრო ცხადი და მნიშვნელოვანია ის არის ის რომ სახელმწიფო ჩვენს ცხოვრებაში შემოდის ძალიან აქტიურად მაშინ როდესაც დგება კრიზისი. სანამ კრიზისი არ დადგება, მე ვისთან ერთადაც მინდა იმასთან ერთად ვიცხოვრებ და საკუთარ საძინებელში, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ხო, როგორც მეუბნებიან. მეორეს მხრივ, როდესაც არ ვიცი, ვცხოვრობ მაგალითად სოფელ გლოლაში, ან შოუში, ან სადმე მაღალმთიან სოფელში და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ვიცი რომ გახშირდება კრიზისები, რომელიც სახელმწიფო ჩართულობას მოითხოვს იმისთვის, რომ გადავრჩე, ამ სახელმწიფო ჩართულობაში ჩვენ სხვადასხვა ჯგუფები უბრალოდ არ უნდა გამოვრიცხოთ და არ უნდა დავივიწყოთ. აი მარტივი მაგალითი რო ვთქვათ, კრიზისების მართვის გეგმაში უნდა არსებობდეს ჩანაწერები, როგორ ვეხმარებით სხვადასხვა ჯგუფებს და არ იყოს ეს მხოლოდ საშუალო ასაკის სისგენდერის, სრულად შესაძლებლობის მქონე და არ ვიცი, თუნდაც ქრისტიანი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი გადარჩენის გეგმა, ხო? ჩვენ ხო ყველას ვეხმარებით, ანუ გვინდა რომ ყველა გადარჩეს, როდესაც კრიზისია. თუმცა რეალურად რო შევხედოთ, შეიძლება ფეხმძიმე ქალი, რომელიც ერთი შეხედვით აი რაღაც ფინიკოლ არის ამ უაღრესი ფემინურობის და წესით ხელში ატატებული უნდა იყოს და მთელი სახელმწიფო ზრუნვის მანქანა ამ რაღაც მომავალი ქართველის ბრჭყალებში გადარჩენაზე უნდა იყოს მომართული, ხო, რასაც გვეუბნებიან, რომ აი აქეთ დემოგრაფიული პოლიტიკა და იქით რაღაცა ქართველობის დაცვა და ეროვნული ინტერესი, ხო? არც ერთ საკრიზისულ გეგმაში არ არის მაგალითად ორსული ქალები როგორ გამოვიყვანოთ იმ კატასტროფიდან თუ რაღაც სოფელი მოწყდა მაგალითად და ადამიანს მშობიარობა დაეწყო ან რაღაცა საჭიროება უდგას გინეკოლოგის ნახვის და მოწყვეტილია სოფელი 6 დღეა უკვე გარესამყაროს და ვერ ვკავშირდებით ან სხვადასხვა ტიპის საჭიროება ხო შეიძლება არსებობდეს ამიტომ ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ რაღაცა გარკვეული ჯგუფებზე უნდა მოხდეს ამ სახელმწიფო პოლიტიკების ან გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დაგეგმვაზე როცა ვსაუბრობთ მაგალითად ხო? არა, აი კიდევ ერთხელ ვამბობ, ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვაზე როდესაც ვსაუბრობთ და როდესაც ვამბობთ, რომ ვიღაც ჯგუფები არ უნდა გამოვრიცხოთ, ეს ნიშნავს, რომ ერთ ჯგუფს თუ გამოვრიცხავთ და თუ როდესმე დავუშვებთ, რომ რომელიმე, კაი, მოდი, აი ამ ჯგუფზე არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს ჯგუფი ჩვენთვის საინტერესო არ არის, ან დავუშვებთ სადღაც უკან რომ დავივიწყოთ ეს ჯგუფი და ვითომ არ ვიცით მათ შესახებ. მე ყველას ვივიწყებთ. ვივიწყებთ იმათაც, ვინც წესით ვითომ აღიარებული ყავს როგორც ჩვენთვის მთავარი მნიშვნელობის მქონე ჯგუფი.
ამიტომ არ არსებობს რაღაცა ესეთი შერჩევითი სამართლიანობა. ხო, სამართლიანობა არის სამართლიანობა და ესეთი აბსოლუტური კატეგორია. ანუ სამართლიანობაში, როდესაც სახელმწიფო სამართლიანობაზე გულისხმობთ, ერთ ჯგუფს თუ ივიწყებ ყველას. ან პოტენციურად ივიწყებ ყველას. და შემდეგ ანუ აღარ გექნება არანაირი ინსტრუმენტი, რომ შეედავო. და ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რასაც დღეს ვაწყდებით. აი ეს კანონიდან გენდერის ჩანაწერის ფაქტობრივად რავია ამოღება გენდერი ქართული კანონმდებლობა აღარ აღიარებს ტერმინ გენდერს აი საფრთხეები რა მოაქვს რა მოკლედ ამ თუ რას ზიანდება იმით რომ მოკლედ კანონმდებლობიდან საერთოდ ქრება სიტყვა გენდერი მაგაზეც რომ ვთქვათ და ალბათ იმის თქმაც საჭიროა რომ ეს შიში თუ საფრთხეები მარტო ქვიარ ადამიანებს არ მიემართებათ ან წინააღმდეგობაში მყოფ ადამიანებს არ მიემართებათ და ეს რაღაცა სისეტერო ლოგიკაში მყოფ ადამიანებსაც თანაბრად უქმნის საფრთხეს. რა შეიძლება იყოს ზიანი რომ რაც შეიძლება მოიტანოს გენდერის საერთოდ გაქრობამ ანუ ამ ტერმინის დავიწყება. გენდერი ჩანაცვლდა ქალის და კაცის შორის არსებული განსხვავებებით. ანუ მხოლოდ ბიოლოგიური მოცემულობამდე დავიდა მთლიანი ეს წარმოადგენა ქალობაზე და კაცობაზე და სოციალური და ეს სოციალური პოლიტიკური თუ ბევრი რაღაცა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი ფაქტობრივად გამოირიცხა. შეიძლება მაგას ნიშნავდეს, ხო? ანუ ჩვენ ქალობა და კაცობა ჩვენს კანონმდებლობას დღეს ესმის როგორც ბიოლოგიური მოცემულობა და სხვა არაფერი. ეს მანამდეც ასე ესმოდა, იმიტომ რომ სქესის ლეგალური აღიარება საქართველოში მიღწეული ვერ იქნა. ბევრი სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად ადამიანები, რომლებიც არ არიან სისგენდერი ადამიანები, ვერ აღწევდნენ დოკუმენტურ ცვლილებას ამ ყველაფრის. ეს მანამდეც არსებობდა ეს პრობლემა. უბრალოდ რაღაც დაკანონდა საბოლოოდ დაცემენტდა და დაიწყო კონსტიტუციაში ქორწინების ცნების შევიწროებით, როდესაც ქორწინება განიმარტა ქალსა და კაცს შორის კავშირად. ქალი და კაცი ამ შემთხვევაში კი ნამდვილად დაბადებისას მინიჭებული ბიოლოგიური კატეგორიაა, თუმცა მეორე საკითხი და კითხვა ისმის, რომ ადამიანი როდესაც იბადება ორივე სქესის მახასიათებლებით, მაშინ რა ვშვებით და გვაქვს თუ არა პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით და გვაქვს თუ არა სტატისტიკა ამასთან დაკავშირებით და გვაქვს თუ არა დამხმარე სერვისები ამასთან დაკავშირებით, იგივე მშობლებისთვის, რომლებსაც ინტერსექსი ბავშვი უჩნდებათ, ბავშვებისთვის, რომლებიც იზრდებიან ორივე სქესის მახასიათებელი ბიოლოგიური მონაცემებით, რა ვშვებით ამ შემთხვევაში და როგორ ვჭრით ამ საკითხს და რატო გონია, რომ ჩვენ არ შეგვეხება და ეს სულ რაღაცა ესეთი კატეგორია იქნება, რომელიც ჩვენს მიღმა დარჩება. რა ზიანი მოაქვს, ну, აი ცოტა პათეტიკური რო არ გამომივიდეს და ისევ აი ამ ცოტა სახელმწიფოს კრიზისული ინტერვენციის ჩარჩოში რო დავბრუნდეთ და რო თქვათ, რომ ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც იმ მომენტში ერთვება მხოლოდ, როდესაც საჭიროება დგება, არ ვიცი, თუ საჭიროება დადგა, რომ არ მცემონ და არ მომკლან და ასე შემდეგ, შეიძლება პოლიცია და პოლიციის ინსტრუმენტები ან სამართალდამცავი უწყებების ინსტრუმენტები იყოს ბლაგვი და არ იყოს მომართული ჩემს დასაცავად, ანუ არ იყოს დენსენსიტიზებული, ვერ აღიქვავდეს ამ საჭიროებას, ვერ ახდენდეს პრევენციას ძალადობის, ვერ მიცავდეს, ვერ მაძლევდეს თავშესაფარს, ანუ სად მიდიან ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც ძალადობის ხორბლი არიან, რომელ თავშესაფარში მიდიან, როგორ სერვისებს იღებენ, არის თუ არა სერვისები მათზე მორგებული და ასე შემდეგ, ხო, სად მიდიან ქვიარ ადამიანები, როგორ ვიცავთ ქვიარ ადამიანებს, რომ არ მოკლან. თუ ამბობთ, რომ კარგი, არა უშავს, ეს ჯგუფის ცემონ, ანუ ეს არის ლოგიკა, იმიტომ რომ
აი კითხვა რო იყო რომ როგორ აზიანებთ ეს პოლიტიკა ქვიარ ადამიანებს და ზოგადად საზოგადოებას კიდევ ერთხელ ამბობთ რომ თუ ჩვენ ვწირავთ ერთ ჯგუფს ვწირავთ მთელ საზოგადოებას იმიტომ რომ ხვალ გაიწირება სხვა ჯგუფი ამავე ლოგიკით და დავიწროვდება და იქნება რაღაცა ელიტისტური მართლობა რაღაც გვიან ფეოდალური ხანის როდესაც არ ვიცი ვიცავდით მხოლოდ თავად და მის 4 შვილს ძალიან კაცებისა და ძალიან ქალების ბირთვი შეიქმნება, ხო, ძალიან ცნაური მდგომარეობა. აი ინტერსექს ადამიანებზე ეგეც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში საერთოდ მართლა არც გზამკვლევი არსებობს, რომ ჯერ საერთოდ მგონი როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის განსაზღვრა, რომ ადამიანი არის ინტერსექსი, ეგეც კი ბოლომდე ანუ ის არ არის. მეორე კიდე ითვლება ხოლმე, რომ რაღაცნაირად გარეგნული მახასიათებლებით ან მხოლოდ გენიტალიებით შეიძლება განსაზღვრა, რაც ასევე არ არის მართალი და კიდევ არის ხშირი და ძალიან სამწუხარო პრაქტიკა საქართველოში ამაზე ინფორმაცია ესე არც არსებობს, მაგრამ სამედიცინო პათოლოგიზების ინტერსექსი ადამიანების, როცა უკეთებენ ოპერაციას იმისთვის, რომ ერთი სქესის ნიშანი ან მეორე სქესის ნიშანი გააქრონ ადამიანში, როცა ამის საჭიროება არც არსებობს, თუ ადამიანის ჯანმრთელობას არც საფრთხე ექმნება, რატო უნდა გაიაროს ადამიანმა ოპერაცია და სამედიცინო გზით რაღაცა სამედიცინო პროცედურები, როცა მის ჯანმრთელობას რეალურად არც საფრთხე უდგას. ეგ არის მთელი პრობლემა, რომ ადამიანებს ამ იმაში ლოგიკაში ვსვამთ, რომ აუცილებლად უნდა იყოს ისე ან ასე რა. რაღაცნაირად ამ მთელი ეს მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკა ესეთია, რომ რაღაცნაირად ამ მრავალფეროვან გამოცდილებას ახლა მთლიანად გამორიცხავს, მაინც ბოლო ჯამში ადამიანები იქნებიან, რომლებიც აუცილებლად დისკომფორტს განიცდიან კონკრეტულ გენდერულ წარმოდგენაში. ანუ ეს დისკომფორტი ესე არ არის, რომ მაინც და მაინც მაგის სახელდება უნდა შეგეძლოს. ალბათ დისკომფორტი მაინც იქნება. უბრალოდ არ ვიცი, როგორი შეიძლება იყოს რეალობა ადამიანების, რომლებსაც მოუწევთ აი ამ ტერმინების ისევ გაქრობის, მაგრამ ეგეც ხო უცნაური მდგომარეობა, როგორ შეიძლება უკვე რაღაცა განვლილი გზა უკან გაიარო და ისევ რაღაცნაირად ამ მდგომარეობაში შებრუნდე, როცა მკაცრი და ხისტია ეს განსაზღვრება რა არის ქალობა, რა არის კაცობა და როგორ შეიძლება დღეს ეგ მდგომარეობის გააზრება ხო რაღაცნაირად ახალ დონეზე გადავიდა, ადამიანური მდგომარეობის გააზრებაც მათ შორის საკუთარი თავის გააზრების მოდელიც ბევრად გაფართოვდა, როგორ შეიძლება ახლა უკანვე შეგაბრუნონ აი იმ რაღაცა მოცემულობაში, როცა შენ მხოლოდ იცი რა არის ქალობა, ამის ვიწრო გაგებით და კაცობა. ეგ არის ძალიან უცნაური და ისე. ხო, ამ შემთხვევაში რაღაც უფრო იმას დაუბრუნდები, რომ რაღაცები ციკლურია და ჩვენ არ ვიცით შეიძლება რაღაც მე-14 საუკუნეში რომელიღაც საზოგადოებაში ან ძველი წელთაღრიცხვის რა ვიცი მე-10 საუკუნეში ეგვიპტეში ყველა ადამიანებს ბევრად უფრო ფართო გაგება ჰქონდათ გენდერის, სექსუალობის, სოციალური როლების და მერე შევბრუნდით ბევრჯერ, ხო? და დავიწროვდით და შევიზღუდეთ. ასე რომ ეს რომ ჩვენ ახლა რაღაცა განვითარების მწვერვალზე ვართ და ამ თოდნას რას ვუზამთ, ეს მგონი არ არის სათუა ყოველთვის. ხო, ნუ ყოველ რაღაც კითხვები დაესმის ყოველ შემთხვევაში. მეორე მხრივ ეს არის ჩვენი რეალობა და ამ ცხოვრებას გავდივართ და რაც არ უნდა ისტორიული დისკურსი გქონდეს, მაინც მგონია რომ როგორც საზოგადოება რაღაცა ტიპის ერთიან სხეულს ვქმნით, რომელიც რაღაცა ამ წარსულ ცოდნებს და გამოცდილებებსაც იტევს და ახლისკენაც მიდის. და ნებისმიერ აი რაღაც სპირალურად რო წარმოვიდგინოთ, რომ თუ წრეზე ბრუნავთ და მუდმივად რაღაცა ციკლურ პოლიტიკებში ჩავდივართ, როდესაც კაპიტალიზმს სჭირდება ფულის აკუმულაცია, მაშინ სახელმწიფოები ხდებიან უფრო ტოტალურები, იწყებენ ომებს, გამოსცემენ კანონებს, რომელიც არის შემზღუდავი, იმიტომ რომ მოხდეს უფრო მარტივი კონტროლი ბიომასის და ადამიანების რაღაცა კონკრეტული ვექტორისკენ მიმართვა მოხდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც გაუჭირდება კაპიტალიზმს, ეს არის მისი ლოგიკა, რომ მოხდეს რაღაცა მარტივი დაგროვება სხვადასხვა კრიზისების შექმნის გზით რაღაც. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო რაღაცა ერთგვარი კრიზისი, მანამდე იყო სხვაგვარი კრიზისი, ეხლა გვიდგას კიდე რაღაც ახალი კრიზისი, როდესაც რეალურად გადავდივართ ერთი ეკონომიკური წყობიდან მეორე ეკონომიკურ წყობამდე, ეს მოიტანა რა ვიცი ამ ინტერნეტის ხელოვნური ინტელექტის და ყველა სხვა ამ ინსტრუმენტის განვითარებამ, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც აბსოლუტურად სხვა რეალობას წარმოშობს ალბათ 5-10
წელიწადში, რომელზეც ჯერ რაღაცა იმ Brave New World-ზე წარმოდგენა არ გვაქვს და როგორები შევალთ ამ ახალ სამყაროში ერთი რომ აუცილებლად წავიღებთ იმ ცოდნებს, რომელიც რა ვიცი, ძველი წელთაღრიცხვიდან დღემდე დავაგროვეთ რაღაცნაირად და გადმოგვეცადა და ამას ვერავინ ვერ წაგვართმევს. ერთი რაც არ შეუძლიათ რომ რაღაც აქედან ვერ ამოშლიან. მეორე რაც არის რომ ხო, ნუ რაღაცა ტიპის მართვის ინსტრუმენტებს შემოგთავაზებენ, რომელსაც აუცილებლად გაუჩნდება მათივე შესატყვისი, საპირისპირო წინააღმდეგობა, იმიტომ რომ იქ სადაც არის ძალა, არის წინააღმდეგობა, ეს ორი რაღაცა ერთმანეთის პროპორციულია. ძალიან ცუდია რომ გვიწევს ვიცხოვროთ იმ დროს, როდესაც ეს საკითხი ესეთი მტკივნეულია. განსაკუთრებით, როდესაც საქართველოში დაიბადე და ამდენი მინი კრიზისი გამოიარე თუ რაღაც მაკრო კრიზისი ვისთვის მინი და ვისთვის არა. დღეს, როდესაც ხარ რაღაცა შენს შუა წლებში და ცდილობ რომ რაღაცა ტიპის შენი ცოდნების და ცხოვრებისეული ფილოსოფიის მიხედვით იცხოვრო, გეუბნებიან რომ ეს შენი ცოდნები ეხლა არავალიდურია და შენი ცხოვრებისეული ფილოსოფია აქ არ გამოიყენება, თუ ასე გინდა ცხოვრება, მაშინ წაბრდანდით ბატონო და სადაც გინდათ იქ იცხოვრეთ. და ეს წარმოშობს აი ამ რაღაცა ემიგრაციის ტალღას, რაც მანამდე იყო ცალსახად განპირობებული ეკონომიკური სიდუხჭირით და ძალიან ბევრი ადამიანი, რა მე რაც დავიბადე, მას მე ვუყურებ როგორ ტოვებს საკუთარ ოჯახებს, სახლებს. არავის არ უნდა საკუთარი სახლის დატოვება, მით უმეტეს მუდმივად, მით უმეტეს დოკუმენტების გარეშე, დაბრუნების პირობის გარეშე და ასე შემდეგ. მეორე ხარისხოვან მოქალაქედ ქცევა სხვა ქვეყანაში არავის ნამდვილად არ ხო, ან პირველ ხარისხოვან მოქალაქედ, თუმცა დღეს ამ ემიგრაციას რაღაც ახალი განზომილება დაემატა, რომ თუ გინდა ისა ცხოვრება როგორც ჩვენ გინდა, მაშინ რაღაც არსებობს აი რაღაცა ქვეყნის გარკვეული ქვეყნების კატეგორიები, სადაც ისე ცხოვრობენ, როგორც შენთვის არის მისაღები. თითქოს რაღაცა კლუბში იყო და ირჩევდა რომელ ოთახში შეხვალ, რომელ მუსიკაზე გინდა ცეკვა. ან ესეთი მარტივი უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება და ეს რაღაც მთელი მიკუთვნებულობა, სოციალური ჯაჭვები, შენი რაღაცა იდენტობა, ფსიქიკური სიმყარე და ასე შემდეგ უკან უნდა მოისროლო და აი ამ რაღაც ძალიან მყიფე თითქმის რაღაც ახალდაბადებულ მდგომარეობაში, როდესაც არც სოციალური კაპიტალი გაქვს იქ, არც არანაირი გარანტია, არც სამეგობრო წრე, არც არანაირი დასაყრდენი, არც დოკუმენტი, არც თავშესაფარი, უნდა გადახტე სადღაც გამოუცნობ ადგილას და თქვა, რომ ეს გამოუცნობი მდგომარეობა მირჩევნია რაღაცა შესაძლო პოტენციურ ტერორს ან ტკივილს ან რაღაცა ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან მიგრირებს, იმიტომ რომ მათი ქვეყანა ომსაწარმოებს და ეს მათთვის მიუღებელია და ეს რაღაც ეს გადაადგილება, რაღაცა ხალხთა დიდი გადაადგილება ძალიან საინტერესო დასაკვირვებელია ჩემი აზრით რა. ასევე ისიც ძალიან საინტერესო დასაკვირვებელია, ვინ ირჩევს დარჩენას და რის ფასად ირჩევს დარჩენას და რა ხდება იმ ადამიანებისთვის, ანუ როგორ უყურებენ წასულები დარჩენილებს, რა მიმართება აქვთ, როგორ ვუყურებთ დარჩენილები წასულებს და ასე შემდეგ რა, ანუ ვახდენთ თუ არა ერთმანეთთან კომუნიკაციას, გვიყვარს თუ არა ისევ ერთმანეთი, გვენატრება თუ არა, საერთო ბრძოლის გზებზე ვთანხმდებით თუ არა, თუ შეუძლებელია, ანუ ვითომ ინტერნეტმა და რაღაც ამ ონლაინ სივრცემ მოშალა ხო ყველანაირი დროითი და მანძილი საზღვარი, მაგრამ ეხლა რომ პარადოქსულად თან თითქოს უფრო გააჩინა კიდეც დაყოფის და არ ვიცი, თან ის არის, თან ეს არის რა. ხო, მეც ეგ უნდა მეთქვა, რომ თან ამავდროულად რაღაცა ეს ვითომ სიახლოვის განცდა აღარ გაძლევს იმის მოთხოვნილებას, რომ რაღაც ადგე წახვიდე და ადამიანი ნახო, იმიტომ რომ ეს რაღაცა ვითომ ყოველდღე ხედავ. ეგეც ხო თან პროპაგანდით, შუღლით და აი მთელი ამ ამბებით მოწამლული სივრცე ეს ინტერნეტით, სადაც ერთმანეთთან აი ამ სოციალური კავშირების გაქრობას მაქსიმალურად ცდილობენ, როცა უნდათ, რომ რაღაცა გაკონტროლონ და დაგასუსტონ რა. პრინციპში ვისაუბრეთ
გენდერის ამბებზე ბევრი. აი რაღაცა მე როგორც ამეკითხავს ხოლმე რაღაცა ის უტოპისტური წარმოდგენები როგორი შეიძლება იყოს აი ამ ადამიანური მდგომარეობის წარმოდგენა სახელმწიფოს შიგნით თუ სახელმწიფოს მიღმაც თუ უტოპისტურ წარმოდგენებზე საუბრობთ ალბათ ეს რაღაცა მათ შორის გენდერის თეორიის ეს რაღაცა მიზანიც ეგ არის რომ მიუხედავად იმისა რომ ეხლა გვჭირდება ეს მოდელები რომლითაც დავინახავთ რომ სხვადასხვა ხარისხით მოგვემართება ჩაგვრები სხვადასხვა საჭიროებები გვიდგას და სხვადასხვა ალბათ იდეალური ვარიანტი თუ იდეალური წარმოდგენა იქნებოდა ის როდესაც ადამიანი არსებობს მრავალფეროვანი გამოცდილებით და ამ როგორც ადამიანს მოგემართება სიკეთეები და არა როგორც ქალს ან როგორც კაცს ან როგორც ხო როგორც ქალს ან როგორც კაცს ან როგორც სის თეთრ კაცს ან როგორც ნუ მოკლედ სხვადასხვა კატეგორიები რომ არ ჩავშალოთ და პრივილეგიების ხარისხი კიდე რა ხო აი ეს რაღაცა უტოპისტური წარმოდგენა როგორია ადამიანის საკუთარ გენდერთან ან ადამიანის საკუთარი გენდერით სახელმწიფოში როგორ არსებობს ან როგორ ხედავს სახელმწიფო მას რა ჩემთვის ძალიან პესიმისტურია ეს წარმოდგენა არასდროს სისტემა არ იქნება სრულყოფილი და არასდროს სისტემა არ იქნება მომართული იმის რაღაც მუდმივი დაუსრულებელი ინკლუზიისკენ შეუძლებელია იმიტომ რომ რესურსები შეზღუდულია სამყარო შეზღუდულია ჩვენი ლოგიკა შეზღუდულია აზროვნება შეზღუდულია და შეუძლებელია ჩვენ აქედან მოვითხოვოთ და ჩვენი წარმოდგენაც მუდმივად იცვლება და ჩვენი წარმოდგენაც იცვლება საჭიროებებით იცვლება და შესაბამისად შეუძლებელია მოვითხოვოთ რომ მუდმივად ყველა პოლიტიკა ყველა ინსტრუმენტი ითვალისწინებდეს ყველა საჭიროებას ერთის მხრივ აქედან რაღაც ეს მუდმივი ნაჯენგი ანუ მუდმივი ბიძგი უნდა არსებობდეს და სახელმწიფომ უნდა დატოვოს და აი ეს უტოპისტური ყველაზე უფრო კარგი ვერსია თუ მოდელი არის სახელმწიფოსი რომელიც ტოვებს სივრცეს რომ მე ხმა მივაწვდინო მე ხმა ამოვიღო და მე ჩემ საჭიროებაზე ვილაპარაკო მეტიც მე შევძლო ჩავერთო იმ პოლიტიკის შექმნის პროცესში თუ საჭიროება დამიდგა და თუ მე მომინდა რომელიც მიმაჩნია რომ მე ჩემნაირებს გარშემო სხვა ადამიანებს ან იმ დაკვირვების ჯგუფებს ან ჩემკვლევის ფარგლებს აკმაყოფილებს და ჩემი ცოდნით აი ამაში შევიტანო გარკვეული წვლილი და ყველა ესე ვიზრდებოდით ხო ანუ გვეგონა რომ იმიტომ ვსწავლობდით და იმიტომ გვინდოდა რაღაცა კონკრეტული საკითხებზე მუშაობა რომ შემდეგ ერთმანეთს დავხმარებოდით ასე ამ გზით და მონაწილეობა მიგვეღო რაღაცა უკეთესი პოლიტიკების ჩამოყალიბებაში რაც ეხლა ანუ პროტესტის დონეზეც კი პრობლემური გახდა შესაბამისად ხო არ ვიცი საკმაოდ პესიმისტურია ჩემი წარმოდგენა ამ შემთხვევაში მაგრამ მეორეს მხრივ ანუ ნებისმიერ შემთხვევაში გადავრჩებით და არ არსებობს არანაირი ძალა რომელიც მუდმივად ჩაახშობს რაღაცა ამ ცხოველმყოფელ სიცოცხლის უნარიანობას და ცხოველმყოფელი სიცოცხლის უნარიანობა და ეს რაღაცა მთელი მარილი ცხოვრების დებს ამ მრავალფეროვნებაში და რეზისტენციაში და გადარჩენისთვის ბრძოლაში რაც მუდმივად მოხდება სხვადასხვა უფრო საინტერესო და უფრო კარგ ფორმას შეიძენს რაც კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეხლა შეიძლება ვერ წარმოგვიდგენია და არ ვიცი უნდა დავალოდოთ და ვნახოთ და ვეცადოთ რომ ცოცხლები ვიყოთ რომ ამაში მონაწილეობა მივიღოთ კი ბატონო და ქალების და კაცობის მოსაშთობა და არავინ არ იბრძვის უბრალოდ ადამიანებმა საკუთარი მდგომარეობა უნდა დავინახოთ მათ შორის იმ გენდერულად განსაზღვრულ აი ამ რაღაცა სივრცეში რომელშიც ვარსებობთ სხვა გზა არ არის უბრალოდ მდგომარეობა უნდა დავინახოთ საკუთარი ხოლმე და შევხედოთ რომ იქნება იმ იდეალებს მივდებთ რაც შეუსრულებელია ხოლმე და მოკლედ ეგ იყო სულ მგონია რომ ბევრი რამე განვიხილეთ მადლობა სტუმრობისთვის შეგიძლიათ მომდევნო ეპიზოდს დაელოდოთ სამშაბათს 7 საათზე